წავიდეთ. ეს რა არის, კაცო, დრაკონი ნამდვილად არის. მარფა ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა მქონდა ოდესმე ბიჭებო. ახლახან ჩამოვფრინდით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გიჟურ ადგილას. დელფინები გვყავს, ნიღაბიც აქ გვაქვს. დიახ, ახლა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ვარ, ცოტა შორს ვარ სანაპიროდან, ვიწყებთ ამ გამოწვევას პალმის ხეებთან. კი, აქ მანქანები სწრაფად ბივლიან გვერდით. რამდენიმე სრულიად უცნაური ადამიანი გვხვდება, მაგრამ არა უშავს. ჩვენი მოქმედების გეგმა დღესაა. ჩვენ სინამდვილეში ქალაქში გაგატარებთ და ლოს-ანჯელესის სანაპიროზე ჩაგიყვანთ, რომ ნახოთ, შევძლებთ თუ არა რამე გიჟურ ცხოველებზე ნადირობას. ჩვენ შევხვდებით ძალიან მაგარ ხალხს, ავანტიურისტებს და ისინი გვატარებენ თავიანთ მხარეში. სრულიად დავიკარგე აქ, კალიფორნია სიტიში, მაგრამ თქვენ იცით რომ ასე ვაკეთებთ ამას. და ჩვენ შევქმნით საუკეთესო განწყობას. ქალაქში Offshore Tales-ის კიდევ ერთ გიჟურ თავგადასავალში გეპატიჟებით, მეგობრებო. წავედით. კარგი, ახლა ჩვენი გეგმაა, რომ უნდა ჩავიდეთ სანაპიროზე. ვცდილობ, რომ არ დამეჯახოს ეს წეული ტესლა ან არ გამძარცოს უსახკარო კაცმა ამ ქუჩებში, ლოს-ანჯელესში. უნდა წავიდეთ საჭმელად და შევხვდეთ ლეგენდას. Hey, ძმაო, ხო არ იცი აქედა სანაპირო სად არის? ხო? არა, არ ვიცი. არ იცი? არა. კარგი, სანაპიროს ვეძებ. უბრალოდ გავაგზავნებ სეირნობას. შეიძლება ის გარბის. კარგი. კარგი ბიჭებო, დღეს ქალაქის შესწავლაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური დღე გქონდა. და აქ შევხვდით ნამდვილ ლეგენდებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან. ბიჭები, აქ არიან, გაცანით თავი, როგორ ხარ? გამარჯობა, მე ვარ შეინი. დილანი. აქ ხვალ შეინი და დილანი, ისინი ამერიკაში მცხოვრები შემოქმედები არიან. ფრეს ისინი გვაჩვენებენ თავიანთ მხარეს, ასე რომ მოვიყევით ბიჭებო. რას ვეძებთ დღეს? რის დასაჭერად ყვინთავთ? კალიფორნიული ეკლიანი ლობსტერი. холод მაგას ვეძებ, მაგრამ აქ უამრავი ჰალიბუტიცაა. აქ ბევრი გემრიელი საჭმელია. ასე რომ კი, კარგი. არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებ ძმაო. მაგრამ ნუ იდარდებთ ბიჭებო. ცხოვრებაში არაფერში ვძლებ დიდხანს, მაგრამ დღეს საკმაოდ მოუმზადებელი ვარ. მხოლოდ 1 მმ-იანი ჰიდროკოსტიუმის ზედა მაცვია. ეს ჩავეულებრივ ინდონეზიაში მაცვია. და ამ ბიჭებს 5 მმ-იანი ჰიდროკოსტიუმები უმებიაცვიათ. ასე რომ ეს 5 მმ-იანი შეჯიბრია. ხო, ეს ისეთი ჰიდროკოსტიუმებია, რომლებშიც ჩასაცმელად სპრეი უნდა შეისხა. შენ კი უბრალოდ შორტებით ხარ. მე შორტებით ვარ ბიჭებო, მაგრამ იცით, ეს ჩემთვის ჩვეულებრივია. ყოველთვის მოუმზადებელი მოვდივარ, მაგრამ გეგმა ასეთია. იმედია დღეს მაგარ ცხოველებს ნახავთ. ლობსტერებზე მივდივართ. როგორც ჩანს, იქ უზარმაზარი წყალმცენარეების ტყეებია. ბიჭებმა უკვე მაჩვენეს რამდენიმე ვიდეო, ასე რომ ვეღარ ვითმენ, როდის ჩავყებით წყალში. მგონია ცოტა საშიში იქნება. სინამდვილეში ცოტა მეშინია კიდეც. ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია, სადაც ჩავყვი წყალში. და ყოველთვის მიოცნებია ბალიზე ან დიდ ბარიერულ რიფსზე წასვლაზე. აქ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური დაივინგის გამოცდილებაა, რაც შეიძლება მიიღო. ეს ნამდვილად მხოლოდ კალიფორნიას აქვს. აქ გვაქვს ეს ულამაზესი წყალმცენარეების ტყეები, რომლებიც ზემოთ იწევიან. ძმაო, ჰარი პოტერის სამყაროში მგონია თავი. კარგი. წავიდეთ. ბიჭები, ახლა სისხლიან საიდუმლო ოთახში შედიან, წავიდეთ. იცით, ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამ ისაა, რომ სულ მოგზაურობ და სულ ხვდები ლეგენდებს, რომლებიც ზუსტად იმავეს აკეთებენ, რასაც ჩვენ. და ეს ბიჭები აქ თითქმის ყველაფერს აკეთებენ. თავად იღებენ საკვებს, ამზადებენ და უბრალოდ სიამოვნებენ. ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს ამ გიჟურ კალიფორნიულ გარემოში. დღეს ადრე ნახეთ, პირდაპირ ჰოლივუდში დავიწყეთ და ალბათ ნახევარსაათში ან საათში აქ მოვედით. ახლა პირდაპირ ამ სანაპიროზე ვახთ და ვაპირებთ ჩავკვინთოთ ლობსტერებზე. ეს უბრალოდ სიგიჟეა. კარგი, თქვენ იცით რომ ჩვეულებრივ კვინთავ ამ სუპერფერად ტროპიკულ ლობსტერებზე? აბა, როგორები არიან, როგორები გამოიყურებიან ეს ლობსტერები დღეს? დღეს გვაქვს წითელი ეკლებიანი ლობსტერები. ხო. ისინი ალბათ ისეთი დიდი არ არის, როგორცაც თქვენ შეჩვეული ხართ. მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ამ ხელსაწყოს, რომელიც დაახლოებით 3 დუიმი და მეოთხედია. უბრალოდ ათავსებ მას თვალებს შორის და შემდეგ ზომავ კუდით ან ტანით და შემდეგ თვალებით. თუ ისინი ამ სიგრძეზე ან მეტია, მაშინ კანონიერია და შეგიძლია აიღო. თუ არა, უკან უნდა დააბრუნო. ვიჭერთ მათ? ეს არის რასაც ვაკეთებთ, ვიჭერთ ხელით, ერთ ხელით. ხო, სწორია. Lobsterებს ვიჭერთ. ხო, ხელთათმანები მაქვს. რაღაც მაინც მაქვს. როგორც კი დაბნელდება სინათლით აბრმავებ. ისინი სინათლეს უყურებენ და მე უბრალოდ უკნიდან მივახლოვდები. ანუ ეს ასეა, იცი რა, ეთი სინათლე მაქვს. მე უნდა ავიღო ხელსაწყო, მაგრამ პირდაპირ ჩემზე აქვს მოშვერილი. შეიძლება უბრალოდ დავიჭირო და ავწიო. ძმაო, მაგნივ საშინვად ვერ ვიტან. მან გვაჩვენა როგორ კეთდება ეს. აი ესე კეთდება. ამბის, ყველაფერი აქვს და მე კი მხოლოდ შორტებით ვარ. კარგი, წავიდეთ აქედან. ამ კლდეებზე ავდივართ, ვცდილობთ არ მოვკვდეთ. ვდეთ.
ძმაო, პირდაპირ ასე ჩანს თითქოს საზღვაო სპეცრაზმელების ჯგუფი ვიყოთ მისიის შესრულებაზე წასულები. ქვემოთაც ასე ვართ საზღვაო სპეცრაზმელების ჯგუფივით. გამოვედი. ისე ჩანს თითქოს ვამბობთ, შემდეგ ჯერზე დავიჭერთ ბიჭებო. როგორც Call of Duty-ში, როგორც შევდივართ. ბიკებო, წავედით, ხართ მზად? წავედით. წავიდეთ გარეთ. კაცო, აღფრთოვანების დონე ახლა ძალიან მაღალია. თქვენ ნახეთ რომ იქ ვიყავით? ჩვენ პირდაპირ ხვინთავდით იმ უზარმაზარ წყალმცენარეებში, არ ვიცი რა გინდა დაარქვა, დიდი ტყესავით. სიტყვა სიტყვით ჰარი პოტერის იმ სცენას გავდა, სადაც ისინი ჩადიან და ყველა ის ქალთევზები ეჭიდება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გიჟური იყო. ბიჭები პირდაპირ Call of Duty სპეცრაზმებით იქცეოდნენ იქ. ესეთი მაგარი იყო. უბრალოდ ცურავდით წყალმცენარეების ველებში. ეხლა საოცარი განათება გვაქვს. მეგობარო, სად არიან ლობსტერები? ჰო. ეს ახლა არა. მგონი არა მდაველოდებით მზის ჩასვას და მერე ისევ გავალთ იქ. ეს რა არის? შენ საერთოდ იცი ეს რა არის? ის თითქოს გაპრიალებულია. დარწმუნებული ვარ, შეგიძლია შეჭამო. საჭმელად ვარგისიანად გამოიყურება. ალბათ უარესიც მიჭამია, ეს ნამდვილად ვიცი. ნამდვილად უარესიც მიჭამია. კარგი, იყოს ხელს არ ვახლებთ? ხო, ის კარგადაა. იქა, ყველა ლობსტერი ბზარებში იმალება. ასე რომ, რასაც გავაკეთებ, დაველოდებით სანამ მზე ჩავა და იმედია ისინი გამოჩნდებიან, ხომ ასეა? ამით ბევრად უფრო აქტიურები ხდები. სწორედ მაშინ ადვილად შეგიძლია ჯოხიდან მათი მოხსნა. უბრალოდ პირდაპირ ქვედა ნაწილიდან წვეთმათ. ადვილი დასაჭერი. კარგი, ხო. მაგრამ ეხლა ისინი ყველა უბრალოდ გადამალულია. ასე რომ, შესვლა იქ ძალიან რთული. 100%-ით. თქვენ ნახეთ როგორ ხვინთავდი. ვცდილობდი დამეჭირა ისინი და ვიჭერდი მათ ანტენებს. თქვენ ნახავდით ამას. და ისინი უბრალოდ წბება და ბოლოს არაფრით რჩები. ასე რომ არ გვინდა ავნომათ. ვაპირებთ იმედია რამდენიმე ამოვკრათ, როცა ისინი ღამით გამოვლენ და მზე ჩავა. ხედავთ, მზე უკვე ჩასულია, მზე ჩადის. ეხლა ბნელდება. პიკები ვემზადებით. მივდივართ აქედან. ეც მაინც დავიჭერთ. ეც დავიჭერთ, დიდს დავიჭერთ. წავედით. ვერ უნდა გავაწვიო. ზოგიერთ მწერს ვიღებთ. კარგი, დუა ჩავისვა ის ჰიდროკოსტიუმი, იქ პირდებით ეხლა არ მცივა. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებს. არა, არ თქი მცივა ასე ძალიან. იქ მართლა ძალიან ცივა. ეს 5 მმ-იანია. 5 მმ-იანი ჰიდროკოსტიუმი და შორტები მაცვია და მაინც არ მცხელა. ანცხელა. ო, გამარჯობა. არა, ანცხელა. არა. კარგი, წამოდი. პატარა ეს იყო ნამდვილი სელაპი აქ ძმაო. ერთი ნახე. ხო, ფოლობის. კარგი იქნებოდა. იქ ხარ. ზუსტად იქ ძმაო. ბიჭებო, ეს იქ აბსოლუტურად დაუჯერებელი იყო. ეხლა უკვე პირდაპირ დაბნელდა, მაგრამ იმ ლობსტერებით არ დაბუნებულვართ, რაც გვინდოდა. ნახეთ, რამდენიმე პატარა ავიღე, მაგრამ მათი გაშვება მომიწია. ასე რომ, გეგმა ასეთია. გამოწვევა ჯერ არ დასრულებულა.
ჩვენ ერთ-ერთ ამ გიგანტურ ლობსტერს აუცილებლად დავიჭერთ, იქნება ეს ხვალ თუ მომავალ წელს. ამერიკიდან არ წავალ, სანამ ერთს არ დავიჭერ. ასე რომ გონი კიდევ ერთხელ მოგვიწევს ვსტა ბიჭებო. არ დაგავიწლეთ, დაბრუნდეთ იქ. ჰუჰუ! შეხედეთ ამას ახლავე ბიჭებო. ეს მეორე დღეა და ხედავთ იქ პირდაპირ გოთემივითაა. ძალიან ბევრი ნისლია გარშემო. არც კი ვიცი სად მივდი ვარ, მაგრამ იცით რომ არ ვნებდებით სანამ ქალაქიდან უზარმაზარ ლობსტერს არ გამოვიყვანთ. ასე რომ ამას ვაკეთებთ. მივდივართ ამ სანაპიროს გასწრუვ. დღეს შუა დღეს ახალ ადგილებში ვაპირებთ ყვინთვას. და ვიმედოვნებთ ბიჭებო რომ ნამდვილულ თულს დავიჭერთ. ხედავთ, მაქვს ჩემი ყვინთვის ფარფლები, მაქვს ჰარპუნი. მართლა არ ვიცი რას ვიპოვით იქ, მაგრამ იმედები მაქვს რომ ზღვის პროდუქტებს დავიჭერთ და ცოტა მოგვიანებით კოცონზე მოვამზადებთ. კარგი, გავაგრძელოთ, წავედით. ეხლა პირდაპირ ამ კლდეზე უნდა ჩავიდეთ. ჯიზმაო, ცოტა საშიშია, ძალიან მოღუშულია. ეს უბრალოდ ცოტა განსხვავებულია იმ ტროპიკული კუნძულებისგან, რომლებსაც მივეჩვია ქალაქში, მაგრამ გარეთ ძალიან ველურია. აქედან კი ყველაზე გიჟური ცხოველები გადადიან. აქ ბეჭდები ხავთ, უცნაური ზვიგენები, აგრეთვე გიგანტური კიბორჩხალა და დიდი თევზები. იმედია დღეს ჩვენც ამას დავიჭერთ. მზე ცოტათი გამოანათა, აქ ვაპირებთ ყვინთვას. ეხლა ბიჭებო, მიზეზი, რატომაც აქ მინდა გასვლა ისაა, რომ აქ უზარმაზარი წყალმცენარეების ტყეებია. გუშინ ცოტათი ნახეთ კიდეც, მაგრამ ყველა თევზი და კიბორჩხალა სწორედ ამ წყალმცენარეების ტყეებში იმალება. და ეს მართლაც გარკვეულ დაცვას უზრუნველყოფს. აქ მართლაც არიან დიდი თეთრი ზვიგენები, მაგრამ წყალმცენარეები უშლიან ხელს მათ ნაპირთან მოსვლაში, რადგან თუ ისინი წყალმცენარეების ტყეში გაეხვევიან. მოდით თითები გადავაჯვარედინოთ, რომ თეთრ ზვიგენს არ გადავაწყდებით და დიდ ლობსტერს დავიჭერთ. ესაა ჩვენი გეგმა. სწრაფად მოვემზადებით ბიჭებო და პირდაპირ წყალში შევალთ. მეორე დრეა და მონსტრს ვიჭერთ. წავედით. შეხედეთ ამ ძველ სუნიან ჰიდროკოსტიუმს. ზუსტად ამას ვიცვამთ ახლა. პირდაპირ ზღვის კიტრის სუნი ასდის. ხელთათმანებიც გვაქვს. ესენი გვიცავს იმისგან რომ ეს უზარმაზარი ლობსტერები ხელებს არ დაგვიცავენ. ხედავთ, ამ ხელთათმანებს დაცვა აქვთ, იმიტომ რომ ამ ლობსტერებს უზარმაზარი თქები აქვთ. როგორც კი დავიჭერთ, შეგვიძლია გაჩვენოთ, მაგრამ ეხლა ვირგებთ ხელთათმანებს. იმედია შევძლებთ შევიდეთ და რამდენიმე დავიჭიროთ. წავედით. დავიტვირთ ეს საქმით. ბიჭებო, ულა გითხრათ ცოტა ცივა გარეთ, აი ამას გეტყვით, მაგრამ თევზები დავიჭირეთ, რაღაც ბას გავსან, რაღაც მაგდაგვარს. შეხედეთ ამას, რა ლამაზი ფერები აქვს. თითქოს მარცლოვანია, ზოლები აქვს ზედ. ამას შევჭამთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ის გიგანტური ლობსტერი, რომელსაც ვეძებთ, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. იცით, როგორც გუშინ ლობსტერი ხამით გამოდის, ასე რომ ცოტა მოგვიანებით ისე ვცდით მათ დაჭენას. მართლაც აქცახებ, ისეთ ცივა. თევზი დავიჭირეთ. ეხლა მხოლოდ ლობსტერი გვჭირდება. ეხლა აქედან მივდივართ, ბიჭებო. ჩვენი ქორჭილა, ან რაც არ უნდა იყოს, გვაქვს. და რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ დაველოდებით ღამის დადგომას, მერე დავბრუნდებით და წავალთ. დაბრუნდებით და გიგანტურ ლობსტერზე წავალთ. ჯერ კიდევ აღელვებული ვარ, როგორც ის წყალმცენარეების ტყეები. ეს თითქოს ახალი წყლიანი ტერიტორიაა. ეს სიგიჟეა. მთაზე ავედით. შეხედეთ ამ ხეთს. ველოდებით მზის ჩასვლას და მერე ისევ გავალთ იქ. გითხრათ ბიჭებო, ლობსტერები უსაფრთხოდ არ არიან. ხეს ღამით ძაღლს მივიყვან, მივდივარ დასაჭერად. წავედით. შეხედეთ ამას ბიჭებო. ეხლა ეს კლდის კედელი გვაქვს და ხედავთ მზე როგორ ჩადის. სიტყვით ბეჭედ კაცუ გავარდა, იქ ზღვაში ზვიგენები იქნებიან, ეს ნამდვილად ასეა. ამ გიჟუ სანაპიროზე ვართ. ველოდები ღამეს რომ წავიდეთ და დიდი ლობსტერები დავიჭიროთ.
იცით, ეს გამოწვევა არ დასრულდება, სანამ მონსტრს არ დავიჭერთ, მაგრამ აქვე ეს დიდი კლდის კედელი გვაქვს. შეგიძლიათ ნახოთ ჩემს უკან. და იმედი მაქვს, იქ შევძლებთ ლობსტერების დაჭერას. ეხლა ამ ქუდს დავიხურავ. და ეს უბრალოდ გამათბობს. იქ საშინლად ცივა, ნახეთ როგორ ყინავდი. ასე რომ ვემზადებით, ძმაო, ავსტრალიელი, ეხლა ამერიკის წყლებში შევდივართ. წავედით. დროა საჭმელი მოვიპოვოთ. დილამშვიდობისა მეგობრებო, გუშინ ღამით ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ღამის ყვინთვა გქონდა. არ მოგატყუებთ, ცოტა შემეშინდა კიდეც. იქ დიდი თეთრი ზვიგენები იყვნენ, ბიჭებო, სრული სიბნელე იყო, მხოლოდ ფარებით ვიყავით. ამ გიჟურ სანაპიროზე ვარ. ჯერ კიდევ ცოტა მოღრუბლულია, მაგრამ კალიფორნიაში ასეთია ამინდი. და იცით, ჩვენ ამისთვის ვართ აქ, ბიჭებო, ყველაფრით უთქმებით. მაგრამ მინდა აქვე გავჩერდე და ცოტა რამეზე გესაუბროთ, ბიჭებო. ძმაო, მართლა ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა მქონდა ოდესმე, ბიჭებო. და იცით, ხოლო ჯერზე, როცა ესეთ რთულ პერიოდებს გავდივარ, ერთადერთი რაზეც ვეხრდნობი, მარფო თქვენ ხართ აქ YouTube-ზე. თქვენ ჩემი ოჯახი ხართ და ეს ერთადერთი რამაა, რაზეც ყოველთვის შემიძლია დავბრუნდიე და ვიგრძნო, რომ ვიცი, თქვენ მყავხართ. უბრალოდ ასეთი კვირაა. უბრალოდ მთელი ძალით ვცდილობდი წასვლას დინების წინააღმდეგ, მაგრამ დინება სულ მიბიძგებდა. ამ კვირაში იმდენი რამ მოხდა, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. არც კი მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკო, ბიჭებო, მაგრამ იცით, ზოგჯერ უბრალოდ გძნობ, რომ ყველაფერი შენს სასარგებლოდ არ მიდის. მაგრამ ეხლა უბრალოდ მინდა ამ კერძის მომზადებით ვისიამოვნო. იქ უკან უზარმაზარი ლობსტერები გვაქვს. კარგი, ავსტრალიასთან შედარებით არაა უზარმაზარი, მაგრამ აქ კალიფორნიაში საკმაოდ დიდებია და უბრალოდ მინდა დღით ვისიამოვნო, ბიჭებო. აქ სანაპიროზე მაგარი კერძის მომზადებას ვაპირებთ. დადებით განწყობას მივყვებით. სწორედ ესაა Offshore Tales-ის მთავარი არსი. მართლა ძალიან მიყვარხართ, ბიჭებო. და მართლა არ უჩით, თქვენ გარეშე რას გავაკეთებდი. შეხედეთ ამას, ბიჭებო. ამას სარგო ქვია. როგორც ჩანს, ეს ზღვის ქორჭილას ერთ-ერთი სახეობაა აქ. არასდროს დამიჭერია ასეთი აქამდე. ცოტა უცნაურად გამოიყურება ტყუილს არ გეტყვით. განსაკუთრებული სილამაზე არ აქვს, არა ისეთი ლამაზი, როგორც ტროპიკული თევზები, რომლებსაც ვიღებთ. და კიდევ ეს გიჟური ლობსტერები დავიჭირეთ, ბიჭებო, თქვენ ნახეთ, როგორ დავიჭირეთ ესენი ჩვენი ხელებით. სიგიჟეა. და ეს მთელი ტანი, რასაც ხედავთ, მთლიანად ხორცია. შეგვიძლია ბოლომდე მივირთვათ. იცით, ბიჭებო, ცოტა რთული კვირა მქონდა, ცოტა სევდიანი იყო, ბიჭებო. რაღაც გჭირდება, რომ ეს კვირა გავიხალისოთ. და იცით, როცა ლობსტერებს ვირებთ, მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. და ეს არის კრაიგონი. ეხლა ამ ლობსტერებს აქვთ ეგზოსკელეტი, რომელიც მათ მტაცებლებისგან იცავს. და აქვს ასეთი უზარმაზარი რქები და ყველაფერი. და რასაც ეხლა გავაკეთებ ესაა. ამ სასმელს პირდაპირ ამ ლობსტერის რქებში ჩავასხამთ და მერე დავლევთ, ძმაო. მზად ხარ? აი ასე ვაკეთებთ ამას Rockstar Town-ში. ესაა კრაიგონი. წავედით. ვაუ, არც კი ვიცი რამდენი დავლიე, მაგრამ ეს სიგიჟე იყო.
ზუსტად ეს მჭირდებოდა რომ განწყობა გამომესწორებინა და ამ ობიექტივზე წალი გადამესხა. რაღაც შევნიშნე. იქ ტალღებს მიღმა მკვდარი ცხოველი ტივტივებს. უნდა მივსუროთ და ავიღოთ. იმედია ზვიგენები არ იქნებიან. წავედით. ვაიმე, საკმაოდ შორსაა. მოდის ტალღა? არა. ეს რა არის, კაცო? ვაუ. კარი. უახლოვდებით მას. ეს რა არის, კაცო? კარგი. რა? ეს რა არის? ვაუ. კარგი. მოდით ვცადოთ და ნაპირზე გავიდეთ და ვნახოთ რა არის. წავიდეთ. აშკარად ზვიგენის სატყუ არაა, მკვდარი ცხოველი მიჭირავს. ნაპირზე ვცურავ? ვაუ, აქ ნახეთ რა არის. ეს რაღაც უზარმაზარ ზღვის კეფალს გავს, კაცო. ნახე რა გრძელია ეს რაღაცა. უბრალოდ მკვდარი ვიპოვე ოკეანეში. ამიტომაც გამოვედი და ავირე. ვაუ, ისე ჩანს თითქოს ვიღაცა ცხოველმა დაგბინა, აქ ყველა ქერცლი აკლია. მე მგონია რაღაცამ ეს დაიჭირა და მერე გაუშვა. ალბათ ბეჭმა ან ზვიგენმა ან რამე ეგეთი ველური იყო, მაგრამ არანაირად არ შეგვიძლია ამაზე ხორცი ავიღოთ. ეს რაღაც სულ მოსარგებლო ნარჩენია. კარგი, მოდი ისევ გადავარდოთ. ეს ზღვასთან ახლოსაც კი არ მივიდა. თქვენ არ დაიჯერებთ, ბიჭებო, მართლა დამავიწყდა დანა, ასე რომ მხოლოდ ქვები და ჯოხები გვაქვს ამ ლამაზი ლობსტერის გასახსნელად. შეგიძლიათ ნახოთ ეს ლობსტერი, მას დიდი ეგზოსკელეტი აქვს. რაც ჩვეულებრივ კიდეთ გააკეთოთ, როცა დანა გაქვთ, მაგრამ მე ჯოხი მაქვს. არის ის, რომ აქ უნდა ჩაარჯოთ თავისკენ და მერე ბოლომდე გაატაროთ. ვფიქრობ, ამითაც შევძლებთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხორცი ამოიღოთ. კარგი, როცა ასე გავატარებთ, შემდეგ უბრალოდ ვატრიალებთ. და შეხედეთ ამას. ეს არის მშვენიერი ლობსტერის კუდი და ხედავთ, შიგნით თითქმის არაფერი დარჩა, ასე რომ ეს აღარ ფჭირდება. ჩვეულებრივ ამას თევზაობისთვის სატყუარად იყენებენ, მაგრამ მე აქ კალიფორნიაში ანკესი და კოჩი არ წამომიღია, ასე რომ ამას არ გამოვიყენებთ. ეხლა ამას სწრაფად გავლეცხავ და მერე მგონია რომ ქვას გამოვიყენებთ მის გასატეხად. ჩვეულებრივ რაც გსურთ გააკეთოთ არის ის, რომ აიღოთ კარდი მაკრატელი და აქ გასწრიუ გაჭრათ. შემდეგ შეგიძლიათ გახსნათ. ასე ვამზადებთ ხოლმე ნიორითა და კარაქით მომზადებულ ლობსტერის კუდს. მაგრამ იმედი მაქვს ამ ქვით შევძლებთ გატეხვას. სრულყოფილია. იგივეა, მეგობარო. ხედავ, ასე აკეთებდნენ ამას ადრე, სანამ დანები ექნებოდათ. კარგი, რაც გავაკეთე, უბრალოდ ასე გავხსენი. ეხლა ამოვაცლი ამ ჩონჩქს, ამ ეგზო ჩონჩქს, სინანდუსინს ეს სინანდულეში ძალიან ბასრია. ნეტავ შეგეძლოთ, ეხლა შეგეხოთ, შეხედეთ ამას. ეს მართლაც საოცარია. ქვით გავხსენით და მივიღეთ ეს მშვენიერი ხორცის ნაჭერი. და აი ეს არის ჩვენი ლობსტერის კუდი. ხუმრობთ? ეს მართლაც დაუჯერებელია. კარგი, ეხლა სწრაფად გავრეცხავთ და მერე შევჭამთ. კარგი, ეს მაგარი ბიჭები მაქვს. სინამდვილეში ლიმონებით ჩამოვიტანე ბიჭებო, რადგან აქ ბუზები არ შეიძლება იყოს. აქ კალიფორნიაში ყველგან ეროვნული პარკი ვითაა, ყველგან სისუფთავეა. არ არის ისე როგორც იქ საიდანაც მე ვარ, სადაც ბუზები ყველგან შეიძლება იყოს. დანა დაგვავიწყდა ასე რომ მხოლოდ ერთი გზაა როგორ გავხსნათ ეს ლიმონები. ამ ლობსტერის კუდზე ბევრ ლიმონის წვენს დავაწურავთ. სინამდვილეში ამ ლიმონის წვენს მივცემთ საშუალებას რომ ლობსტერი მოამზადოს. დავტოვებს დაახლოებით 15 წუთით და იმედია ამ დროის განმავლობაში ნელა მოიხარშება. ხოლოდ ჩვენ დავიწყებდით ამ გამოწვევას ბევერლი ჰილსში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ადგილას და დავასრულებდით მას ნედლი, ლობსტერითა და ლიმონით სანაპიროზე. კლასიკა. გვაქვს ლაიმი, გვაქვს თევზი და გვაქვს მეორე ლობსტერი. ის ნელა იხარშება. მეგობრებო, უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველა თქვენგანს. ვიცი რომ ახლა ცოტა წუწუნებ იმაზე რომ რთულ დროს გავდივარ. დიახ, ეხლა მართლა რთულია მეგობრებო, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. მაგრამ ვიცი რომ თქვენ შორისაც არიან ადამიანები, ვინც ბევრად უფრო რთულ დროს გადიან. უბრალოდ იცოდეთ რომ მე ყავართ და ღმერთი ყავთ. გაგზელეთ წინშლა, თავი მაღლა ასწიეთ და უბრალოდ კარგი ფიქრები გქონდეთ, ესაა მთავარი. ეხლა ჩვენ კარგი ფიქრები გვაქვს. თქვენ გვერდით ვარ, აქ ვარ ამ სანაპიროზე. იცით ეს ცხოვრება არაა. ისე ცუდად არაა კაცო, მართლა ძალიან მიყვარხართ ბიჭებო. ეს სიგიჟეა. ის ლობსტერის კუდი პირდაპირ გათეთრდა, ნახეთ, ზუსტად აქ. და ეს ყველაფერი მჟავიანობის გამოა, რომელიც ხორცს ამზადებს. კარგი, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი. გქონდა ერთი გიჟური გამოწვევა, ბევერლი ჰილსში დავიწყეთ. აქ კალიფორნიის ამ შორეულ სანაპიროზე ვართ. დანა დაგვავიწყდა და ეხლა უმი ლობსტერის კუდს ხელით ხსნით. კარგი, მოდი ვცადოთ. მოდი ერთი ნაკბენი ვცადოთ. ვაუ. ვაუ. ეს მართლაც დაუჯერებელია.
ეს 100%-ით უფრო ნაზია ვიდრე ის, რასაც ავსტრალიაში ვიღებთ. ეს სიგიჟეა ძმაო რა. კარგი, ახლა ჩემს ლობსტერის კუც შევჯამ ამ შორეულ სანაპიროზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური თავგადასავალი იყო. ძალიან მიყვარხართ მეგობრებო. ეს ცხოვრება და ეს ცხოვრების სტილი თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გითხრათ. თქვენ მართლა ჩემი ოჯახი ხართ. შემდეგ გიჟურ თავგადასავალზე შევხვდებით. დიდ სიყვარულს გიგზავნით. იჰა!